გადაცემის ბოლოს შემოგინახეთ ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც კლასიკური მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებულად დაინტერესებთ. Როგორც იცით, საქართველოს დედაქალაქში თბილისის ბაროკო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ისტორიული კონცერტი გაიმართა, სადაც მოცარტის ინსტრუმენტის პიანოფორტეს ზუსტი ასლი წარადგინა ფორტეპიანოს შექმნის ოსტატმა პოლ მაკნალტიმ. სად დაიდებს ბინას მოცარტის პიანოფორტე, როგორია მისი შექმნის ისტორია, რას უნდა ველოდოთ ფესტივალის ფარგლებში, შეიტყობთ ნინო მაჭარაშვილის სიუჟეტიდან. ჩემი ისტორია სამუსიკო სკოლაში დაიწყო. აქ ვსწავლობდით ისტორიულ პირველ ფორტეპიანოებს. ამ პროცესში აღმოაჩინე, რომ არსებობდა კაცი, რომელიც ამ ინსტრუმენტებს ამზადებდა. როცა სწავლა დავამთავრე, ერთ კვირაში მის მასტერკლასს დავესწარი და შევთავაზე. მე ვიმუშავებ თქვენთვის საათში $1. მას უარი არ უთქვამს, ერთი წელი ვიმუშავე, შემდეგ ნორმალურ სამსახურს დავუბრუნდი. ინტერესი დავკარგე ამ საქმის მიმართ. შემდეგ იყო ზარები, შეგიძლიათ დაამზადოთ რომანტიული პიანინო, ფრანგული ფრენც ლისტის პიანინოს ასლი. იყო ასეთი ბევრი შემოთავაზება და მე ყოველთვის ვამბობდი კი ის. ეს იყო ჩემი ისტორიის დასაწყისი. ყველაფერს ვაკოპირებდი, მაშინაც როცა არ ვიცოდი რატომ, ვიმეორებდი ყველა დეტალს, რომელსაც ვხედავდი. ოსტატები წიგნებს არ კითხულობენ. ისტორიაში არავის არაფერი წაუკითხავს ღირებული იმის შესახებ, თუ რა არის პიანინოს შიგნით. ასე რომ შენ იღებ კარგ ინსტრუმენტს და უბრალოდ იმეორებ მის ყველა დეტალს. My feeling to play on Mozart instrument. მოცარტის ინსტრუმენტზე დაკვრა ძალიან ბუნებრივი პროცესია ჩემთვის. უნდა გავიხსენო ისტორია, როცა კონსერვატორიაში ვსწავლობდი. მე ყოველთვის ვხედავდი კედლებზე გაკრულ ფოტოებს, ისტორიული პიროვნებების, თუმცა ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მე ოდესმე ამ ინსტრუმენტზე დავუკრავდი. ეს ძალიან მსუბუქი პროცესია, თითქოს მე უბრალოდ ვზივარ და ის თავისით უკრავს. ეს ცოტა წარმოუდგენელი გრძნობაა, თუმცა ის, რაზეც მე ვსაუბრობ, იშვიათი არაა. მე ვგრძნობ კომპოზიტორები, როგორიცაა მოცარტი, ისინი გველოდებიან სადღაც. მათ ჩვენთან ლაპარაკი უნდათ, მათ უნდათ თავისი ენით გვესაუბრონ და ახლა აქ, საქართველოში, ამ ინსტრუმენტის მეშვეობით ადამიანებს შეეძლებათ მოусმინონ მოცარტს თარგმანის გარეშე. თქვენ მსოფლიოში ყველაზე კარგ ადგილას ცხოვრობთ, ქართული სიმფონია და პოპულარულია მთელ ევროპაში. როცა ადამიანები საუბრობენ საქართველოზე, კი, ეს პატარა ქვეყანაა, სადღაც შორს, მაგრამ მათი მუსიკოსები ქმნიან მაღალი ხარისხის მუსიკას და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, რომ თქვენ ყავთ ასეთი კარგი გუნდი. მე არ ვიცნობ ბევრ ქართველ პიანისტს, თუმცა რა თქმა უნდა ვიცნობ ელისო ვირსალაძეს. მე მას მანამდე მოусმინე, სანამ თავად მექნებოდა შეხება ფორტეპიანოსთან. გაოცებული ვიყავი, როგორ ასრულებდა მოცარტს. მისი პერფორმანსი ყველა შემსრულებლისგან გამორჩეულია. ვიტყოდი, რომ ის ჩემთვის გმირია. So for me she is hero. უნიკალური ინსტრუმენტი პიანოფორტე მაკნალტის მიერ შექმნილი, რა თქმა უნდა იქნება ჩვენთან ერთად, ჩვენს ოფისში იცხოვრებს. თვალის ჩინივით ვფრთხილდებით, როგორც სხვა უნიკალურ ინსტრუმენტებს, რა თქმა უნდა და ძალიან ვიხარია, რომ გვაქვს ეს შესაძლებლობა, რომ უკვე ბაროკოდან რომანტიზმამდე ყველაფერი დაუკრავთ ავთენტურად და როტმანის ვისაც ეგრე უკრავდით. ძალიან მინდოდა კიდევ მეთხოვა ყველასთვის, რომ არ გამოტოვოს მე-18 ნოემბრის კონცერტი, 24 ნოემბრის კონცერტი და 27 ნოემბრის კონცერტი. სამი განსხვავებული კონცერტი არის 18-ში შევასრულებთ ფრანგულ ბაროკოს, 24-ში მთლიანად ბახის კონცერტი იქნება, 27-ში უკვე ინგლისში გადავინაცვლებთ და პერსელის საღამო გვექნება. პირველად სხვათა შორის ჩვენ ფესტივალზე მთლიანად პერსელის მუსიკას დაეთმობა მთელი კონცერტი და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს კულტურის სამინისტროს მათი მხარდაჭერის გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იქნებოდა ესეთი ინსტრუმენტების კოლექციის შექმნა, როგორც ჩვენს ორკესტრს აქვს. ნამდვილად გამორჩეულია მთელ მსოფლიოში. არ ვიცი, მე ნამდვილად არ ვიცი ეს ორკესტრი, რომელსაც თავის საკუთრებაში აქვს ამდენი უნიკალური ინსტრუმენტი, გულისხმობ ფორტეპიანოებს ამ შემთხვევაში.